მოგესმით ძვირფასო მაყურებლებო და მსმენელებო, დღეს შემოგთავაზებთ ახალ ვიდეოს, სადაც ელენა დანანი იმყოფება სტუმრად დენი ჰენდერსონთან. დენი ჰენდერსონი მიესალმება ელენას და ეუბნება, რომ მოხარულია მას ისევ ხედავდეს თავის შოუზე. დენი ჰენდერსონი ეუბნება ელენა დანას, რომ მას უხარია, რომ ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელმაც წაიკითხა მისი წიგნი. დიახ, ელენა დანანი წერს წიგნებს, თუ რა გადახდა, თუ რა ნახა, ყველაფერს აღწერს თავის წიგნებში. მაგრამ სამწუხაროდ მისი წიგნები ინგლისურ ენაზეა და მე მაგას ვერ წავიკითხავ, თორემ ძალიან, როდესაც პრეზენტაცია გავუკეთა თავის წიგნებს, ეტყობოდა, რომ შინაარსი იქნებოდა ძალიან საინტერესო. ნეტავ ინგლისური ვიცოდე, ინგლისურის ნახევარი ვიცოდე, როგორც მე ვიცით რუსული ენა მთლიანობაში. ცოტა მაინც რომ მესმოდეს ინგლისური კარგია, მაგრამ სამწუხაროდ კი ვსწავლობდი ინგლისურ სკოლაში, მაგრამ მაშინ ვის უნდა შენი ინგლისური საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც საზღვრები დაკეტილი იყო, мотивაციას უქრობდნენ ყველას, დაგეგმილი სცენარით გადიოდა პროგრამები სკოლაში. არა და სულ ერთ და იგივე წამოიდგინეთ, რამდენი თაობამ ჩაიარა მაშინ სანამ დაიშალა საბჭოთა კავშირი, სულ ერთ და იგივე პროგრამას ასწავლიდნენ. წარმოიდგინეთ ახლა თქვენ თუ არაფერი არ შეიცვლებოდა ცხოვრებაში, კი მაშინ მასემალი არ იცლებოდა არაფერი, მაგრამ რაღაც ცვლილებები ხომ მაინც იქნებოდა 2-3 წლის შემდეგ, არა? არა და პროგრამას თუ დააკვირდებოდი დაწყებული პირველი კლასიდან, სულ ერთ და იგივე პროგრამით ასწავლიდნენ ბავშვებს. თან ეს იგივე ავიღოთ დარვინის თეორია. ეს არის დარვინს ამისთვის გადაუხადეს ფული, რომ მას მოეგონა ეს თეორია და წამოიდგინეთ ახლა თქვენ რამდენი თაობა სწავლობდა ამ უტოპიურ თეორიას, ხო? კარგი, მოდი ახლა თემაზე ვუბრუნდეთ. დენი ჰენდერსონი ეკითხება ელენას, შენი წიგნი, შენ წიგნს რა ეწოდება და რატომ დაწერე შენ ეს წიგნიო? მე ეს წიგნი დავწერე იმის შემდეგ, როდესაც ივლისში 2022 წელს გადავიტანე გამოცდილება, რომელიც და მაშინ მე მეგონაო, რომ ეს გამოცდილება გაგრძელდება 2 თვე, მხოლოდ 2 თვე პარალელურ სამყაროშიო. დიახ, პარალელურ დედამიწასთან პარალელურ სამყაროში, თქვენ არ მოგესმათ. მაგრამ ყველაფერი მოხდაო სხვაგვარად. მე ეს წიგნი დავწერეო, რომ გადმომეცაო მესიჯი არსებებისგან პარალელური სხვა განზომილებები, რომლებიც ცხოვრობენ სხვა განზომილებებში. და მათ უწოდებენო კალასი. დიახ, ასეთი წარმომადგენლებია ცივილიზაცია, ასეთი სახელწოდებით კალასი. კალასი. მათ აქვენა 2 კოლონია ჩვენ ვარსკვლავურ სისტემაშიო და ისინი უძველესი ცივილიზაცია არიან. ერთი კოლონია ვენერაზე აქვთ, მეორე კოლონია ნეპტუნზე. და 22 წლის ივლისში მე მომიწვიეს ნეპტუნზე. ჩემმა მეგობარმა სილადონმა მითხრა, შეგიძლია მოხვიდეო, გვეწვიო და ჩვენი ჩემი შახტა ნახო, სადაც მე ხა მუშაობო. ნეპტუნის რგოლებზეო. და მე გავიფიქრეს, მშვენიერი იდეაა. ასე რომ მე გავემგზავრე ტარანთან და სილოდანთან ერთად. საკურველია ისინი ვინც ვერ შეეჩვია ჩემ ცხოვრების წესს, ჩემ მოგზაურებებს კოსმოსში და ასე შემდეგ. გეუბნებით თქვენ, ვისაც არ ჯერათო ამის, ეს არის რეალური ჩემი ცხოვრებაო. მე მჯერა, იმიტომ რომ ამდენ რაღაცას ადამიანი ვერ მოიგონებდა. მე არ ვარ დაკავებული ასტრალური მოგზაურობებითო, ამბობს ელენა და იმათვის, ვინც არის ის რა არის ასტრალური მოგზაურობები, ახსნი. ასტრალური მოგზაურობები ეს არის შეგნებული ასტრალური სხეული, შეგნებული გამოსვლა, სულის შეგნებული, ну იგივე ასტრალური სხეულია სულის ენერგეტიკული სხეული და ასტრალური მოგზაურობები ეს არის სულის გამოსვლა შეგნებულად, ძილში კი არა, რომ გაითიშები. სული სიდაც დადის ძილში, არ ჩერდება ორგანიზმში. როდესაც შენ შეგნებულად გამოხვალ ორგანიზმიდან, შენ უყვე სული, შენ ტოვებ შენ ავატარს დროებით და მოგზაურობ. სადაც გინდა იქ მიხვალ, რასაც გინდა იმას გაარკვევ, თუ გინდა ვინმეს ლაპარაკს მოусვე, თუ გინდა
შენი ნათესავებთან მიიხვალ თუ გინდა ნუ რაც გინდა იმას გააკეთებ. ამას ქვია ასტრალური მოგზაურობა. შემდეგ როდესაც მოგინდება დაბრუნდები. დიახ, და ძილში თუ ხდება ასტრალური მოგზაურობები, ის ხდება ჩვენგან უნებლიეთ. ჩვენ მაგი არ გვახსოვს. შემდეგ როდესაც ბრუნდები გვიშლიან მეხსიერებას. თუ დილის საათებში და ვიმოგზაურეთ უნებლიეთ, ის ყველაფერი ჩვენ გვახსოვს და ჩვენ გონიათ რომ ეს არის სიზმარი. და სიზმარი არ არსებობს ხალხო. ეს არის თქვენი მოგზაურობები. უნებლიე თქვენი სულის თქვენი. თქვენ ხო სულები ხართ, თუმცა ყველა ავატარში არ არის სული, იმიტომ რომ უმრავლესობა ავატარებისგან, რომელიც დედამიწაზე არის 80% წარმოადგენს ბიორობოტებს. და საკვირველია ჩვენ ყველა ბიოლოგიური რობოტები ვართ, მაგრამ მხოლოდ სადღაც 20%-ია იმ ადამიანებისა, რომლების ავატარებში არის სული. ისე იგი მხოლოდ 20%-ია სადაც ჩვენი სულები ჩასახლებული არიან ავატარებში. დანარჩენი ავატარები არიან უსულო. და მე მინდა ახლა დავამატო ვისარგებლო შემთხვევით, რომ ადრე სულ ძველად ცხოველური სულებს არ უშვებდნენ გასასახიერებლად ავატარებში, ადამიანურ ავატარებში. რატომ? იმიტომ რომ ცხოველური სულები თავის ევოლუცია უნდა გაევრო ცხოველურ სულებს, მაგრამ მოხდა რაღაც და რაღაცაზე აღწერილია ბორევის წიგნში, მაგრამ ეხლა ამას არ შევეხები, რადგან დიდი დრო უნდა თან ორი სიტყვით მაგაზე ვერ მოყვები და მაგის შემდეგ დაიწყეს რატო ამბობს ვედები, რომ ადამიანის სულს შეუძლია ცხოველების ხელში მოხდნენ სასჯელის მიზნით. დიახ, სასჯელის მიზნით. ეს მრუშობა, თუ მრუშობს კაცი ან ქალი, მათ აბრუნებენ უკან ფრინველების ხელში, რომლებიც წარამარა აკეთებენ ამ საქმეს. ვით მოიპარავს ან ჭამს ხორცს გაუმაძღრად, ან მონადირეობს როგორც ხობი, მონადირეობა უყვარს როგორც ხობი, ან უასწრო დაჭერა თევზების, ისინიც ისჯებიან. დიახ, ისინი ბრუნდებიან ცხოველების ხელში. მაგალითად, მე შემთხვევით ვისარგებლებ და მოგიყვებით ერთ ისტორიას ვედებიდან. ერთ კაცს ძალიან უყვარდა მონადირეობა. ძალიან უხეში კაცი იყო, სასტიკი კაცი. ყავდა ძაღლი ამ კაცს, ძაღლები. და ეს კაცი სულ ამას უყვარდა ხორცის ჭამა. და ყოველთვის მონადირეობდა და სულ ახალი ხორცები მოქონდა. ჭამდა, სკდებოდა. და ამ კაცს ჰქონდა მუშტუკი, სტალინის რო ჰქონდა ისეთი მუშტუკი და медали, რაღაცის медали, არ ვიცი, რისთვის მისცემ. და როდესაც ეს კაცი გარდაიცვალა უცებ. და ამას ხმება ის პიროვნება და მან სახელი ის არის ბუდისტი ეს კაცი. დიახ, ბუდისტებიც ვედების მიხედვით ვედებს მიყვებიან. ეს არ ხედავთ როგორი ტასწრები არჩევთ ბუდისტური. მაგრამ ვედების სინამდვილეში არის სლავიანური რელიგია, რომელიც შემოიტანეს პერუნმა, ნახევრად ღმერთმა, მიდან პლანეტა დეადან, სანამ ის პლანეტა მერე ააფეთქეს, დაიღუპა და გადმოსახლდნენ ჩვენთან, მიდგარზე, სლავიანები. და მათმა შემოიტანეს ეს ვედები. და ის წერს ვედებში არის იმ კაცმა მოიყვანა ეს მაგალითი. და ვინც ამას ყვება, მან თქვა, მან ის იცნობდა იმ ოჯახს, სადაც ეს კაცი ცხოვრობდა. დარჩა ცოლი და შვილი შეხვდა ერთხელ ეს კაცი და უთხრა, შენი ბაბუა ისე მოbrunდება შენ ოჯახში, ლეკში განსახიერებულიო. უთხრა ამ კაცმა. იცოდა ამ კაცმა და საკვირველია. ვიწყდება ამას. და გავიდა 3 წელიო და ლეკვი აჩუქესო ამ გოგონას. ეს ლეკი წამოიზარდა, გახდა დიდი ძაღლი და ამ ძაღლმა საიდღარად ეს მუშტუკი და ეს მედალიონი იყო დაკარგული. და ამ ძაღლმა საიდღარად იპოვა ეს მუშტუკი და მედალიონი. ხო, ჯერ მუშტუკი იპოვა და არ აძლევდა იმ კაცის მეუღლეს. შემდეგ მედალიონი იპოვა და თავიდან არ იცლებდა ამ მედალიონსა მუშტუკს.
დიახ, თურმე ის კაცი, ვინც მონადირეობდა და ვისაც ხორცი უყვარდა, ამ ქალის მეუღლე გარდაიცვალა და მეორედ მოსვლისას განსახიე უпроსორად კი თავისი დებით არის ამ დამას. საშელი სახით ის გამოუშვენ ძაღლის ხეულში. დიახ. და თულმა იცნო თავისი ყოფილი ქმრის სული. დიახ. ასეთნაირად ჩინეთში მაგალითად შუა გზას რო დააგდოთ რამე, დინა ბრილიანტი იყოს ოქრო, ხელს არ ახლებს არავინ. იმიტომ რომ ჩინელებმა იციან რომ ქურდობისთვის დაისჯებიან. და როგორ? ცხოვრის ხელში დააბრუნებენ სულ სასჯელის მიზნით. ხორის ხელში უფრო მეტეს. დიახ, ხორის ხელში. და ვინც მაგალითად კლავს სულფეხას საქონელს იგივე ძროხას, რატომაც ძროხას რო ცემენ ინდოეთში პატივს? წმინდა ცხოველიაო. ვედებიც ცემენ პატივს ძროხას და ვედისტები ძალიან აქებენ რძეს. რო სამკურნალოა. ახლა ინტერნეტში თუ შეხვალ, ერთი აქებს ერთ პროდუქტს, მეორე აგინებს. მე რა ვშვები, იცით? მე იმას ვაკეთებ, რასაც ჩვენი გული კარ ნახობს. ხორცად თევზს მე ისედაც არ ვჭამ, ახლა რამდენი წელი არ მიჭამია, ხანდახან კვერცხს ვჭამ, რომ თავს კიდე არ შეიძლება. და როდესაც კლავენ ცხოველს, ხო გამოჭრიან კისერს, თურმე ის არ ხდება უცებ. ის იხჩობა თავის სისხლში. ეს ხომ დიდი ცოდვაა? დიახ, და ვინც კლავს ამ ცხოველს, იგიც იშჯება. იმისი სული განსახედება ცხოველის ხეულში. დაუშჯელად, თქვენ კი ნება გაქვთ აკეთოთ ის, რაც გსურთ. ყოველ ადამიანს აქვს ნება. ჩვენი დედამიწა ტერა, ჩვენი იაჩეკა, სადაც ჩვენ ცხოვრობთ, ტერა. იმიტომ დაარქვეს, რომ ეს არის ექსპერიმენტი. ეს ექსპერიმენტი ბოლოს უახლოვდება. დიახ. და ჩვენ როგორც ცივილიზაცია უნდა გამქრალიყავით დიდი ხნის უკან, მაგრამ გადაიფიქრეს და ბოლომდე მიგვიყვანენ. თუ რასაკვირველია, ჩვენ დავიმსახურეთ, შევძელით გადასვლა, იმიტომ რომ არა, ჩვენ არავინ არ დავჭერთ, მაგრამ ხომ რთული ადამიანმა, როგორც მე გითხარით, გააცნობიეროს, რომ ის სულია და არა სხეული. კი, სანამ ჩვენ სხეულში საერთოდ ეს ფიზიკური სამყარო, კოსმოსი, ყველაფერი, რასაც ჩვენ ფიზიკურად ხედავთ, ეს არის ილუზია. ჩვენ კიდე ილუზია ვართ, ჩვენ ვართ ჰოლოგრამები. ახლა ბევრისთვის ეს ძალიან რთული ასახსნელია, ამიტომ ამაზე დეტალურად აღწერილია ბორევის წიგნში, კაგრას დაბოლოებაში, თუ რუსულით შეიძლება გადმოგაჩვენოთ უფასო წიგნი, არის უფასო წიგნებიც ორდა მოძებნოთ, კარგად. და ზოგ ადგილას ფასიანია. მეწუნეთ. ჩვენი ცოტა შორის ელენა დანანის მონაწილეობდა ამ დროის ხაზის გადმოტარაში, გადაყვანაში ჩვენი ხაზის, დედამიწის, ცხოვრების. და ეს ყველაფერი არის ჰოლოგრამა. ფიზიკური ჰოლოგრამა, თუმცა ეს ყველაფერი არის გონიერი, გაცნობიერებული. დიახ. მაგრამ ეგ არის ბოლო პროდუქტი, ეს ფიზიკური რეალობა არის ბოლო პროდუქტი ასტრალური ეფირული რეალობისა. ჩვენ ვართ ჩვენ მაგეთ ადამიანები, მე მithქვავთ ბევრჯერ, რომ ვართ ეფირული სხეულის ბოლო პროდუქტი, გამოვლინება. ჯერ ვლინდება ეფირულ და ასტრალურ სხეულებზე, ყველაფერი შემდეგ ფიზიკურად გამოვლინდება. ახლა ისე დროში შევედით ჩვენ, როდესაც ჩვენი ფიქრებს შეუძლია მატერიალიზაცია. ამიტომ პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია ფიქრებს დავუკვირდეთ. შემდეგ უკვე სიტყვებს. თუ გინდათ, რომ რასაც თქვენ ცუს ფიქრობთ, იგიც იმას არ მისცეთ მატერიალიზაცია, ცუდად არ უნდა იფიქროთ. არც გაბრაზდეთ უსამართლოდ არავის, არც ხო, ახანდახან მე ვამბობ ფიქრებშიც კი იმანეს როგორ გამებედა ამისმაც კი არ შეიძლება. ვინ ხართ თქვენ? რისი გამკეთებლები ხართ თქვენ? ითხარით, თქვენი ასეთი ფიქრებისგანაც შეიძლება თქვენ დაისაჯოთ. თქვენ ჩაგაყენონ ისეთ მდგომარეობაში.
უბრალოდ იცხოვრეთ. შეგეხებიან უპასუხეთ, მაგრამ თუ არ გეხებიან, ნუ დაამცირებთ ადამიანს. ის კი არა, ზოგჯერ თქვენ რომ შეგეხონ სიტყვიერად, ზოგჯერ მოთმენა სჯობს. საკურია თუ ხაუტანელი არ იქნა. კარგი, მოდი ახლა ჩვენ თემას დაუბრუნდეთ. ხო, და ელენა ამბობს, რომ მე არასდროს გამოსულ ვარო ასტრალურ მოგზაურობაში. სხეულიდან, ესე იგი, არასდროს ასეთი პრაქტიკები არ მქონიაო, არც მედიუმი ვარო. მედიუმი ხომ იცით რა? ვინ არის უბრალოდ? ელენე დანალი მოგზაურობს თავის ფიზიკურ სხეულში. ყველგან. და ერთხელ ნეპტუნზე დაამისრია თქვენ გაიგებთ ჩემი წიგნიდან. მე დამემართა რაღაც მოულოდნელი. მე გადავადგილდი პარალელურ განზომილებაში. ამბობს ელენა. სხვა სამყაროში აღმოჩნდი სახელწოდებით კალდასი. კალდასი. ეს პლანეტა უჩვეულოა, რადგან ეს პლანეტა განლაგებულია სამი სამყაროს გადაკვეთაზე. მე თქვენ ამაზე წაიკითხავთ წიგნში. წიგნში ყველაფერი დაწვრილებითა ნათქვამი. ამ პლანეტა კალდასის მაცხოვრებლებს დედამიწელებისთვის ჰქონდათ გამოსაგზავნი მესიჯი. და მე ეს მათი მესიჯი გადმოგეცით. ჩემ წიგნში. ეს მათი მესიჯი იყო გამოქვეყნებული 2025 წლის 13 მარტს. ნეტავსად არის უნდა მომძებნო. თუ მომძებნით თქვენც გადმოგცემთ, თუ რუსულად ნახე მაგიმე. ხო, 2 დღის უკანო, ესე იგი თუ ეს 2 დღის უკან იყო ამ მომენტში, ესე იგი ეს ვიდეო ინგლისურად ჩაიწერა 15 მარტს და რუსულ ენაზე ხო გადათარგმნეს 4 აპრილს. რუსულ ენაზე აიტვირთა არხზე კანალ რასკრიტია 4 აპრილს. და მე მითხრეს, რომ ეს ინფორმაცია უშენ უნდა შეინახო 3 წლის განმავლობაშიო. და ეს ინფორმაცია რომ ესე იგი 3 წელი თუ უნდა შეინახა, ეს ამბავი მოხდა 3 წლის უკან. და ეს ინფორმაცია რომ შემინახაო, მე ჩემი ნებართვითო მეხსიერება წამიშალესო ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით. მაბადია 13 მარტს კი არა 30 მარტს. 30 მარტს. იმიტომ რომ ესე იგი ხო 30 მარტა გამოვაქვეყნეო ეს ინფორმაცია, ესე იგი ეს ვიდეო ჩაიწერა 2 აპრილს. ინგლისურენოვანი. რატომ 30 მარტიო? ამბობს ელენა. რადგან ეს არისო როგორ გითხრათ? არაჩვეულებრივი დღეო, ესე იგი რაღაც მნიშვნელობა აქვს ამ დღეს. და ვინც წაიკითხა ჩემი წიგნი, მკითხველებმა მითხრეს, რომ ეს დღე კარგი იყო, რომ ეს დღე იყო არჩეული 30 მარტი. და ნეპტუნი თავისი სახლიდან, ასტროლოგიურ სახლიდან გადადის სხვა სახლში. რაც დასახელებით აესიო თუ რაღაც თქვა, ვერ გავიგე. ეს ხდება ყოველი 165 წელი და ეს არისო ნიშანი დედამიწაზე ფუნდამენტალური ცვლილებების მხრივ. რადგან ნეპტუნი უერთდება დედამიწას განსაზღვრული პირობებში. ეს არის ნიშანი პოლიტიკური ევოლუციური და ფიზიკური ნიშნებისა და საუბარი ახლა ამის შესახებ, ამის გარშემოა, თუ რას ნიშნავს ეს მესიჯი და რა ცვლილებებია მოსალოდნელი. კალდასისგან გზავნილს იგივე მნიშვნელობა აქვს, როგორც ცივილიზაციის კედრისგან გზავნილსო. და მე ეს საკითხი შევისწავლეო, ვსწავლობდიო ამ საკითხს, ვიკლებდიო 2022 წელს. იმავე წელს მე გამოვაქვეყნეო წიგნი კედრზე, ცივილიზაცია კედრზე. ამ წიგნში არის ისტორია ცივილიზაცია კედრზე და ისტორიები, ნამდვილი ისტორიები დაკავშირებული დედამიწასთან და სინამდვილეში ვინ არის ია, იგივე ენი, იგივე ენკი და ენკი ეს არის ერთ-ერთი პიროვნებისაგან, რომლებმაც დაეხმარეს ადამიანებს, როდესაც მაგალითად ელის უნდა
კაცობრიობის განადგურება გახსოვთ, მე თქვენ გეუბნებოდით ბორევის წინში თუ გაქვთ მოსმენილი, რომ როდესაც ლირიანელები ჩამოვიდნენ დედამიწაზე და ოქროს მოპოვება უნდათ, არ ყავდათ ხალხი, ჯერ თავიანთი ხალხი მოიყვანენ, მუშები, მონები, იმათმა აჯანყება მოუწყვეს და შემდეგ გადაწყვეტეს ადგილობრივი ადამიანები შეექმნა დროებით, სანამ შახტებში ოქროს მოპოვება ხდებოდა. იქ დედამიწაზე თავიდან აქ უბრალოდ ბინადრობდნენ ეფირული ადამიანები, პირველი რასა დედამიწელების იყო, მეორე რასა ეს პირველი რასა იყო ეფირული ადამიანები, მეორე რასა იყო უფრო აერისნაირი ადამიანები და მე თქვენ იქ უყვებოდი, რომ ეს ეფირული ადამიანები გამოიჭირეს, დაიჭირეს და მექანიკურ სხეულში, მანქანების სხეულში პირდაპირ გაგებით ჩააკვეხეს და აიძულებდნენ ემუშავათ, რადგან ისინი იყვნენ შეუწყვეტელი ენერგიის წყარო. მაგრამ ეს მანქანები ინტრეოდა, თუ თავზე არ ადგა ვინმე, გაწვავდნენ, შემდეგ გადაწყვეტდნენ ადამიანები შეექმნათ. ამისთვის გამოიყენენ ქალები, ანუნაკები. ქალები და ანუნაკი რატო ქვია ამათ ლირიანელებს? იგივე ლირიანელები ესენი, იგივე პლანეტა ნემესი და ის ნიბირუ, იგივე პლანეტა ნემესი და საქმე იმაში იყო, რომ როდესაც ეს მუშები ამუშავებდნენ ოქროს, ამ ოქროს ხომ მერე აძლევდნენ, რომ ჩამოფრინდებოდა 3000 ყოველ 3006 წელიწადში ის ხომალდი და მიქონდა ეს ოქრო, ესენი ეუბნებოდნენ მუშები მაგათ, აჰა, წაიხე, რუსულად ესე იგი, ანუ ვაზმი, აიხეო, წაიხეო და აქედან დაარქვეს სახელი მაგათ მეორე ანუნაკი, ანუ ვაზმი, ანუ წაიხე, აიხე. ანუ აიხე, ესე იგი, ანუნაკი პირდაპირ გაგებით ნიშნავს, ანუ აიხე, წაიხე, ანუ წაიხე. სინამდვილეში ისინი არიან ლირიანელები. ერთ-ერთი ლირიანელების წარმომადგენლები. და ეს ქალები, ამათი ქალები მუცლით ატარებდნენ ამ ადამიანებს და ყოველ იმათ ცოტა დიდი დრო უნდა დასაკვირველია და ორ ადამიანს შობდნენ. დასაკვირველია ამ ადამიანების მიმართ სიყვარული გაუჩნდებოდა, როდესაც ამდენი ხანი მუცლით ატარეს და მაგრამ ესენი იყვნენ სტერილურები, პირველი ადამიანები, რადგან არ უნდათ რომ ისინი გამრავლებულიყვნენ. ისინი სჭირდებოდათ როგორც მუშა. და ესე მოხდა, რომ ენლის შეუყვარდა ადამიანები, რადგან მათ დიდი როლი მიუძღვის მათ შექმნაში. ის ელი არა, ენკი, მაპატიეთ. ენკი იყო უფრო ლაბორატორიის მუშა, სპეციალისტი გენეტიკურ საკითხებში. და ენკი იყო ნახევრად დედამიწელი, ნახევრად რეპტილოიდი. შემდეგ იქ რეპტილოიდებიც ცხოვრობდნენ, შემდეგ იცით რა, არა გასაკვირი, იმიტომ რომ როგორც დედამიწაზე სხვადასხვა რასა და ნაცია არსებობს, ასეა იქაც ისინი არიან მომავლიდან. ჩვენ ვართ მათი ჩვენ ვართ წარსულში, მათი თვალსაზრისით, მათი რაკურსიდან ჩვენ ვართ წარსული. ისინი არიან ჩვენი რაკურსიდან მომავალი. მომავლიდან მოდიან, ჩვენ გვეხმარებიან, რომ მათი მომავალის შემდეგ, ნუ კი არიან რასაკვირველია. და ენლი არის ნახევრად რეპტილოიდი, ელი და იშვა ერთ-ერთი დრაკონელების პრინცესებისგან. უფრო სწორად, მამა ყავდა ენკის, ანუ სამეფო სახელად, ანუ რომელიც იყო ადამიანი, დედა კი ხო, პაპატეთ ახლა ამაში მე ვერ შევტობავ, იმიტომ რომ დრო უნდა და ყველაფერს ხო ვერ დავიმახსოვრებ. რაწერია ბორევის წინში, მაგრამ მიახლოებით წარმოდგენა რომ მქონდეთ და შემდეგ ვენერიანელებმა ასწავლეს ამ ხალხს, პირველ ადამიანებს, რომ თქვენო გაიკეთეთო დასხივება, რადიაციული დასხივება და გახდებითო არასტერილური და შევძლებთო გადაყოფიერებას. ასე მოიქცნენ ადამიანები და
ეს რომ დაინახა ენლიმ, რომ ადამიანები ნაყოფიერდებოდნენ, ორსულდებოდნენ, გადაწყვიტა მათი განადგურება, მაგრამ ენკი ყველას ვერ გადაარჩენდა. როდესაც ელიმ წარხვნა გამოუშვა, ერთ-ერთი წარხვნა, ეს არ არის პირველი წარხვნა, არა, ეს არის ის ბიბლიური წარღვნა, ნუ ეს წარღვანს რომ უწოდებენ, მაგრამ სინამდვილეში ბიბლიაში რაც წერია, ისე როგორც წერია, ისე არ იყო. ბიბლიაში უბრალოდ გალამაზებულად წერია და ბევრი რამე დამატებულია. მერწმუნეთ, ბიბლიაში ბევრი რამე დამატებულია. და ვისაც უცხოპლანეტელებიც არ ჯერა, გაიხსენეთ მოსე, გაიხსენეთ ეზეკილი, რომელიც მიყავდათ ხოლმე მაგათ, მაგრამ მე ყველაფრის მიუხედავად შვიდ მაქვს ბიბლია წაკითხული. მაგრამ როგორ მე მაშინ მეც იმ პერიოდში მეც მეცნებოდა რომ მიტყოდნენ ერჩვენ მეზობელს უცხოპლანეტელები აკითხავენო ღამე თქვაო მაგამო მე რის ქალი გადაცვლილა იმ პერიოდში გადაცვლილი იყო და მე მოგდი სიცილით ის იქ შვიდე წავიკითხე ბიბლია და ასად იმდენად ბრმად ვენდობოდი მე ამ ბიბლიას რომ ასად არ მომცლია ის რკინის ფეხებიო იქ ნახსენებია იეჰოვა ღმერთიო რკინის ესე იგი დაფრინდაო დიდი ნუ აღწერს რა ბიბლია თუ როგორ ხო ზუსტად არ მახსოვს აღწერს ხომალდ სინამდვილეში ხო და როდესაც ის აღწერს ამ ხომალდ თურმე ფეხები რკინის ფეხები საიდან ექნება ცხოველ არსებას ღმერთს საიდან ექნება რკინის ფეხები საერთოდ გამჩენს ამ ქვეყნის შემქმნელს გამჩენს ფიზიკური სხეული არ გააჩნია ის არის სულიერი სხეული ენერგიისგან შედგება და არის გონიერი და გაცნობიერებული და წამოიდგინეთ თქვენ როდესაც ჩვენ ვართ ამ შემქმნელის ნაწილაკები და ღმერთი ჩამოდის დედამიწაზე და რატო ეუბნება ის ეგრეთ წოდებული ღმერთი ბჭყალებში რომელიც სამდვილეში არის უცხოპლანეტელი ყველა უცხოპლანეტელებს დაარქვეს ღმერთები ხალხმა რადგან ხალხი იყვნენ პრიმიტიული დონეზე ჩამორჩენილი თავიდან ხალხი განვითარებული იყო მე ჩამორჩენ კატაკლიზმების იმის გამო ჩვენ ყოველი კატაკლიზმა გვაბრუნებდა ქვის ხანაში და რატო უთხრა მოსეს ახლოს არ მოხვიდეო იმიტომ რომ რადიაციას ასხივებდა რადიაციას და ის ბუჩქი რომელიც თურმე იწოდა მართლა ბუჩქი კი არ იწოდა და არ იწებოდაო ბუჩქი ფარა მიანათეს ბუჩქს და მაშინ დროს ხალხმა რა იცოდა რა იყო ეს ლაზერული შუქი და ეს არ იცოდნენ და ამიტომ გადმოსცა მოსემ რომ ბუჩქი იწოდაო მაგრამ არ იწებოდაო ცეცხლი ეკიდებოდაო ბუჩქს მაგრამ არ იწებოდაო ეხლა თქვენ წამოიდგინეთ მართლა ცეცხლი რომ ყოფილიყო და ცეცხლი წაკიდებოდა მაგ ბუჩქს იგი ხომ დაიწებოდა ხო წამოგიდგენიათ შვიდე წავიკითხე ბიბლია ნუ იმ პერიოდში მე ცოტა სხვადასხვა თვალსაზრისი და ხედვა მქონდა ყველაფერზე ხო მოდით ახლა თემას მოვუბრუნდეთ და ელენა დანანი ამბობს როდესაც მე წერდიო წინს კედრებზე მე არ ვიყავიო ფრთხილი და მე შევხვდი ენკის წამოგიდგენიათ და როდესაც მე ეს თქვი ამ ტილში მოვყევი ფრთხილი არ ვიყავ სპეცნაწილებმა სპეციალური სპეცსახურებმა თავიანთი ხალხი დამასიესო სანამ მე ვწერდი წინს მე ვიყავი მე მთოთვალებდნენ სპეცაგენტები შორიდან ეს უდალიონი პრასმოդრი ნიშნავს რომ ესე იგი ტელეპათიის საშუალებით აკოდებოდნენ ამას შორიდან ნუ დრებოდნენ მის თავში აგრეთვე კი ზოგი ხო გეუბნებით მე ხალხი ხომ ფლობს იქ სპეც აგენტურაში თყავ თავისი მაგები ყავთ სპეციალურად გადიან სწავლებას მათი აგენტები რომ ყველაფერი შეძლონ მაგრამ მათი ჩარევა დაიბლოკა ელენა დანანის დამცველებით მე ვხედავდი რომ ეს სპეცაგენტები იყო მათ აინტერესებდათ რომ მე რაზე წერდიო წიგნს რადგან სივრცის კონტინუუმში სივრცეში სადაც ჩვენ ვიმყოფებით
ეს წიგნი იყო დაწერილი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც იყურებიან წინ მომავალში, აქვთ მაგის უნარი შეიხედონ მომავალში. და არის ჩვენ გვაქვს ასეთი ტექნოლოგია სახელწოდებით სარკე. მე ერთხელ საჯარო ვთქვი, რომ ჩემი წიგნი არის დაწერილი იმაზე, თუ მე როგორ შეხვდი ენკის. და აგენტურა მიხვდა, რომ ეს უნდა შეეჩერებინათ და შემდეგ, ერთი კვირის შემდეგ ერთ-ერთმა აგენტმა, რომელიც უცებ გაჩნდა სადღაიდანაც, დაიწყო ჩემი გაბრიყვება, თითქოს ვიღაცა ხო მოსალოდნელი იყო რაღაც აგრესიული თავდასხმებით ჩემზე. იმისთვის რომ ჩემი დისკრედიტაცია ჩაეტარებინათ, მე მომკლეს, მე ვიყავი კვტარი, მე ვიყავი კლონი, ენკი კი იყო ცუდი, ენლილი კი იყო გმირი, თითქოს ეს ადამიანი დაკავებული იყო აღდგენით. არსებობდა პროექტი, აღდგენითი პროექტი ზიორას პრესპეროს და ეს იონი არ არის კარგი, რადგან ეს არის დაწესებულება, გაბოროტებული ელlis დაწესებულება და გაბოროტებული დრაკონიელების რეპტილოიდების დაწესებულება, რომლებაც გაანადგურეს კაცობრიობა, იმით რომ მოაწყვეს გლობალური წარღვნა, რომ გაენადგურებიათ კაცობრიობა, ერთ-ერთი წარღვნის მომწყობლები არიან და ეს წარღვა გამოიწვიეს იმით, რომ დიდი მეტეორიტი შეაჯახეს დედამიწას. და ახლა მე არ ვამბობ თუ რა წიგნს წერ, მე წიგნს წერო, რამდენიმე წიგნს წერ დროულად, ასე რომ თუ ვერ გაიგებთ, მე რას წერო, ეს მიმართავს აგენტურას და რასაკვირველია, ჩემი მტრები ემზადებიანო აპრილისთვის ხო მგონი, რაღაცას ამბზდებენო, მაგრამ მათ გათმარიცენ, რომ ჩემი წიგნი უკვე გამოსულიაო, შემდეგი წიგნი. მე მათ დავასტარი და ვიცი რომ როდესაც შემდეგი წიგნი იქნება გამოქვეყნებული, ისინი ისე მომაკითხავენ მე. ამბობს ელენა დანანი. ხო, მე დავილაპარაკე ტონისო, ტონის უთხარი რომ ჩემ წიგნში ადგილები არის, რომელშიც ყვებიო შენზე. იმ დროისთვის ტონი იყო კარგი სპეციალისტი მეხსიერების აღსადგენად. ინსაიდერების მეხსიერების აღსადგენად, რომლებსაც მეხსიერება ჰქონდა დაბლოკილი. ხო და მე ამ წიგნში დავწერე თუ ტონი როდრიგესმა როგორ დამეხმარა მე მეხსიერების აღდგენაში. როდესაც ტონისთან საუბრობდიო, ტონი მკითხაო თუ როგორი ემოციები ჰქონდაო შენ. ტონი როდრიგესია საუბარი. მე ვუპასუხე რომ მე გამახსენდაო, როგორ აღმოჩნდიო ნეპტუნზე, მე ვიყავი მიწისქვეშა ნავში, მიწის უკაცრავად. მე ვიყავიო მიწის არა, მე ვიყავი წყლის ქვეშა ბაზაზე. წყლის ქვეშ. იქ იყვნენ ხალხი კანდასიდან. მაგათმა წამიყვანენ დიდ ნათელ ადგილას, იქ იყო ბევრი მოციმციმე სინათლე. შემდეგ მე არაფერი მახსოვს. შემდეგ მე ისევ აღმოჩნდი სილადონის ხომალდზე. მე ვიყავი დაღლილი, დასრული, გაბრაზებული. ტონი მკითხა, რატო გაბრაზდიო? მე ვუპასუხე, მე იმიტომ ვიყავი გაბრაზებული, რომ მაგათმა მეხსიერება წამეშალესო. და ტონიმ დამეხმარა მე მეხსიერების აღდგენაში. მაგრამ მთლიანად არა. მეხსიერება მიდგებოდა რაღაც ნაწილებად. ნაწილებად. სანამ დრო არ მოვიდა. და მე ვერ შევძელი მთელი სურათის ერთდროულად ნახვა. მთლიანობაში ნახვა. ვერ შევძლიო სურათის მთლიანობაში ნახვა. და ეს მოხდაო ახლა. უცხო პლანეტელები პლანეტა კალდასიდან გადასცემენ ინფორმაციას ცნობიერების პროექციის დახმარებით და კვანტური კავშირით, რადგან მე ვიყავი იქ, ჩემი ცნობიერება იქ არისო, ნაწილი ცნობიერებისა. შენ თუ იქ არ ხარო დამყოფი, მათთან დაკავშირება შეუძლებელიაო. ეს არის კვანტური არეულობა. ასე და არა, შენ პროექტირებას უკეთებ შენ ცნობიერებას. მე შემეძლო ნეპტუნზე წასვლა კარიბჭის დახმარებით, პირდაპირ კარიბჭით, მისვლა საჭირო ხალხთან. დავეტყოდიო, რომ თქვენი გზავნილი საჭირო ადგილამდე მიტანილიაო. ეს იყო ემოციურად ისეთი
მშვენიერი ელენა ხელოვნურ ინტელექტს კი არ მიმართავს, რომ დახატოს ის უცხო პლანეტელები, ვისაც ხედავდა. ელენა თვითონაც ხატავს და დენი ჰენდერსონი თხოვს ელენას მოყვეს თუ ამას როგორ აკეთებს, როგორ აღადგენს თავის მეხსიერებაში ამა თუ იმ უცხო პლანეტელების სახეს. ელენა დანანი ამბობს, მე ვიყენებ ფოტოშოპს, გრაფიკულ პლანშეტს და ხატვის ინსტრუმენტს. მე ვიყენებ ფოტოშოპის პროგრამას და ამ ფოტოშოპს მე ვამატებო ჩემი ხელით ხატავო. რაღაცებს ჩემი ხელით ვამატებო და ვიყენებო ხელოვნურ ინტელექტს. ვიყენებო ხელოვნური ინტელექტის დახმარებით საჭირო ნაჭერს, სტრუქტურას და ასე შემდეგ. და ეს ყველაფერი აჩვენებს ილუსტრაციულად მაჩვენებს, ესე იგი, ვამსგავსებ იმ არსებებს, რომელსაც მე ხედავდი იქ ყოფნისას, სადაც მივყავდით ხოლმე. დენი ჰენდერსონი ეკითხება ელენა დანას, შენ იყავი პლანეტა გდაზე, რომ შეხვედროდი იქაურ წყლის მოსახლეობას, გდას წარმომადგენლებს. შენ იქ მოხვდი ნეპტუნის გავლით, ვარსკვლავური კარიბჭის გავლით, რომლებზეც შენ აღწერე და ახსენი შენ წიგნში. ადამიანებმა ამ პლანეტიდან შენ დაგპატიჟეს, მოგიწვიეს, უფრო მოგიწვიეს. მათ თვითონ მოვიდნენ თქვენთან და თვითონ მოგიწვიენ და დაგეხმარენ, რომ იქ მოხვედრილიყავით. ეს იყო მოწვევა, რომელიც შენ მიიღე იმ მომენტისთვის, როდესაც შენ იქ იყავი თუ მაგათმა შენ დაგარქვეს სუმა. ელენა დანანმა დაამოწმა, დიახ. სუმა მათ ენიდან ნიშნავს ხიდეს. ესე იგი, გაგზავნილ ადამიანს. იგივე სარასაც ნიშნავს. მასე მიწოდებენ მე ისინი თავიანთ ენაზე. და მე ეს მომწონს. როდესაც მე პირველად მოვისმინეო ეს, მე მასე მიწოდენო ამ პლანეტის სულმა. მიწოდაო ამ პლანეტის სულმა. სულებმა უბრალოდ. მიწოდესო ამ პლანეტის სულებმა. დენი ჰენდერსონი ეუბნება, მოდი ვილაპარაკობთო ბავშვებზე. მოგვიყვევი, როგორ გამოიყურებიან უფრო ცივი წყლის მობინადრეები. მოგვიყვევი მათ ბავშვების სილამაზეზე. ელენა დანანი პასუხობს, რომ მე ისინი ყოველდღე მენატრებიან. მე არ ვგრძნობ, რომ მათგან შორს ვარ. ჩემი გული ისევ შეერთებულია მათ მშვენიერ გულებთან და გამგზავრებამდე მე გავისაუბრე ერთ ჩემ მეგობარ გოგოს. მან მითხრა ერთი რაღაც. ხო, მან მითხრაო, რომ იქაურმა მეგობარმა, ჩემი ნაწილი ახლა ცხოვრობსო შენ ნაწილში, შენი ნაწილი კი ჩემ ნაწილშიო. ისინი არიან მშვენიერი ხალხი, ისინი არიან სიმაღლით ჩვენზე ნაკლები, მაგრამ ასეთივე გაბარიტები აქვთ, როგორც ჩვენ ადამიანებს. ისინი არიან ადამიანებიო ოსმინოგის გენებითო. მათი სხეულის ნახევარი ადამიანურია, ნახევარი კი ოსმინოგური. ესე იგი სპრუტია. ხომ იცით, ასეთათებ დიდი თვალები აქვთ, მაგრამ ზევით ადამიანები არიან და ქვევით არიან ოსმინოგები. ადამიანები ოსმინოგური აბსოლუტური ფეხებით. ეგრე ვთქვათ უხეშად. ისინი ძალიან ლამაზები არიან. თავზე თმების მაგივრად შუყალცები აქვენ. ასეთი როგორც გიდრას თავზე გველები აქვს, ისეთნაირად ოღონდ თავისი ფეხების პატარა ფეხები. ოსმინოგების სპრუტის ფეხები აქვენ თმის მაგივრად, მაგრამ სახე ადამიანური. მათ პლანეტაზე მე ვიყავიო სხვადასხვა ადგილებში, ვარო ნამყოფი სხვადასხვა რაიონებშიო და იქაც ცხოვრობენო სხვადასხვა რასა მათი, როგორც ჩვენთან დედამიწაზეო სხვადასხვა რასა ცხოვრობსო. სხვადასხვა ფორმის, სხვადასხვა ფერების, სხვადასხვა ნაკვეთებით სახის. ვიღაცას აქვს მწვანე კანი, ვიღაცას აქვს ლურჯი კანი, ვიღაცას აქვს ყავისფერი კანი. ზოგი დაბალია, ძალიან ზოგი ცოტათი მაღალია.
ეს იმასეა დამოკიდებული თუ მათი პლანეტის რომელ წერტილში ცხოვრობენ. კალდებს აქვთ სტომა მაღალ განვითარებულ ტექნოლოგიების მიმართ. მათ ამავე დროს აქვთ მცურავი ქალაქები, დიახ, მცურავი ქალაქები. მათ აქვთ უნიტაზები სახლებში. მე ჩემ წიგნში ავხსნე ეს უნიტაზები, ეს სასაურია. როგორც მე ვამბობდი, კალდაში, იქ იმ პლანეტაზე მე შემეძლო წიგნი მხოლოდ უნიტაზებზე და ვანებზე დამეწერა. მაგრამ იმის მიუხედავად, რომ მათმა მაგათმა ინტეგრაცია გაუკეთესო ტექნოლოგიებს თავიანთ ცხოვრებაში, მათ ჯერ კიდევ შეინარჩუნეს თავისი ტრადიციები, თავისი ყოფა. ეს გასაკვირია. მათ აქვთ შენარჩუნებული მშვენიერი ბალანსი ბუნებასთან და ტექნოლოგიებს შორის. ბუნებას და ტექნოლოგიებს შორის. მე ვხედავდი თუ როგორ იზრდებიან ისინი და მე იქ ნანახი მაქვს თუ როგორ მარხავენ მკვდრებს. მე მაქვს ნანახი მშვენიერი რაღაცები, როდესაც ბავშვები გროვდებიან ერთად და მღერია. ეს ქმნის მანტრის სიხშირეს, რომლის დახმარებით შეიძლება სასაური მოახდინო. მე ნანახი მაქვს კედელზე დახატული უძორები როგორ ცოცხდებოდაო და ეს სახატები როგორ მოძრაობდაო და ამას ყველაფერს აკეთებდნენ ბავშვები თავიანთი სიმღერის დახმარებითო. როდესაც ამ პლანეტა კალდასის ქალი ფեղდიბდება, ის მას ესმის სიმღერა. ეს სიმღერა ამოდის მუცლიდან. მუცელში მღერიან ანეთი ბავშვი ან რამდენიმე ბავშვი, ისინი ერთნაირები არიან. მუცელში მღერია. და ეს სიმღერა მოდის ეფირიდან. ესმის მაქალს ეფირიდან. მუცელში ბავშვი რომ ღერის, ეფირი აწვდის ამ სიმღერას დედას. და ამ თავისი შვილის სიმღერას დედა იმახსოვრებს და შემდეგ ამ სიმღერას ღერის მისი შვილისთვის. მისი შვილის სიმღერას ღერის მისივე შვილისთვის, დედა უკვე. და როდესაც მისი შვილი დაიბადება, ის გააგრძელებს მისი შვილისთვის ამ სიმღერის სიმღერას. და მისი შვილი ისწავლის ამ სიმღერას და იმღერებს მასთან ერთად. ეს იქნება მისი სიმღერა. ყოველ ადამიანს აქვს თავისი განსაკუთრებული სიმღერა. და მასში არ არის სიტყვები, ეს უბრალოდ მელოდიაა, რომელსაც წაიმღერებენ ხოლმე. ეს სიმღერა მთელი ცხოვრება მისდევს ადამიანს და ამშვიდებს რთულ პერიოდში. ისინი იმ კალდასის პლანეტა იმყოფება მეხუთე და მეექვსე განზომილებებს შორის. ეს იმასეა დამოკიდებული თუ ისინი სად იმყოფებიან. ეს უცხო პლანეტელები მოფრინავენ ხანდახან დედამიწაზე და დედამიწაზე მათ ადგილი, რომელსაც უწოდებენ წმინდა ადგილს. და ბავშვები იქ გროვდებიან და მღერიან სიმღერებს და აცოცხლებენ ყველაფერს. და ეს არის მშვენიერი სანახაობა. ამბობს ელენა დანანი. დედამიწას აქვსო, ამბობს ელენა, ერთი დროის ხაზი, რომელიც ექვემდებარებაო დაემორჩილებაო გრავიტაციას. დროის ხაზი რას წარმოადგენს? დროის ხაზი. დროის ხაზი წარმოადგენსო დედამიწის ორბიტას თავისი მზის გარშემო. დედამიწა ხო ტრიალებს მზის გარშემო. აი ეს არის მისი დროის ხაზი. უბრალოდ საათის სისტემის მიმართულებით. მზის გარშემო ტრიალებს დედამიწა. ამას უწოდებენ დროის ხაზს, მის დროის ხაზს. როდესაც თქვენ გადიხართ გრავიტაციის მიღმა, ესე იგი საზღვრის მიღმა, თქვენ აღმოჩნდებით სხვა დროის ველში, მაგრამ თქვენ მაინც რჩებით ერთიანი. ცნობიერება ერთიანია. ჩვენი ცნობიერება, სამყაროს ცნობიერება და ჩვენი ცნობიერება ერთი სრული ერთიანობაა. ასე რომ მთელი ის ისტორიები დედამიწის დროის ხაზების გამრავლებასთან დაკავშირებით და დროის ხაზთან გაყოფის დროის ხაზის გაყოფის დაკავშირებით ეს არ არის სწორიო. ეს არ არსებობს, ეს არის ფანტაზიაო. დენი ეკითხება დენი ჰენდერსონი, შენ გინდა თქვაო რომ ორი დედამიწა არ იარსებებსო? შენ გინდა თქვაო რომ ისინი არ გაიყოფიანო? არა.
დედამიწა არ გაიყოფაო არც ფიზიკურ და არც სიხშირეების დონეზეო. ახლა ხან დედამიწა შევიდაო galaktikაში, სადაც უფრო მაღალი სიბრტყე არისო, უფრო მჭიდრო მაღალი სიბრტყე არისო. ესე იგი მაღალი განზომილება. ხო, დედამიწა შევიდაო მეხუთე განზომილებაში. და ეს განზომილება galaktikისთვის არის საშუალო განზომილება. ხომ გესმით? ესე იგი დედამიწა კი შევიდა მაღალ მეხუთე განზომილებაში, მაგრამ იმ galaktikისთვის, სადაც შევიდა დედამიწა, ის განზომილება არის საშუალო განზომილება galaktikis შეფარდებაში. ხომ გესმით ჩემი? თითქმის ყველაფერი ამ galaktikაში იმყოფება მეხუთე განზომილებაში. ეს ხდება, როდესაც ჩვენ შევდივართ კავშირში ჩვენ წყვილებთან, ვარსკვლავური სისტემის წარმომადგენლებთან მეხუთე განზომილებიდან. ესე იგი, ბიძგი ნიშნავსო, როდესაც ბიძგი ხდებაო, ხო, სდვიგ. ეს ხდებაო ამ დროს მთელი სისტემის გადასვლა, მთელი სისტემის სდვიგ, მთელი სისტემის განცლება ხდებაო ერთი მიმართულებით. და რაც ამ ვარსკვლავურ სისტემაში არის განლაგებული, რაც ამ ვარსკვლავურ სისტემაში დენაო, ყველაფრიანად ხდებაო გადასვლა. მთელი სისტემიანათო, მარტო დედამიწა კი არ გადავიდა, ესე იგი, მთელი მზის სისტემა გადავიდა დედამიწასთან ერთად, მეხუთე განზომილებაში. ხომ გესმით? არაფერი რჩება, შეიძლება რამდენიმე მეტეორიტი დარჩეს. შეიძლება ცოტა კოსმოსური მტვერი დარჩეს და მეტი არაფერი. დედამიწა როგორც პლანეტა დღეს იმყოფება მეხუთე განზომილების ზონაში და თანდათანობით ეჩვევა ამ სივრცეს, მეხუთე განზომილების სივრცეს, როგორც სხვა დანარჩენი პლანეტა ამ ვარსკვლავურ სისტემაში. არანაირი გაყოფა არ ხდება. ეს მოიფიქრა დოლორეს კენონმა, რომელსაც ინფორმაციას აწვდიდნენ ქალები. დოლორეს კენონი იყო კეთილი ქალი და ეგონა რომ ეხმარებოდა კაცობრიობას, მაგრამ დოლორეს კენონი მოატყუა გრეისმა, ეს არის რუხების ერთ-ერთი ცივილიზაცია, მაღლები რუხები არიან, გრეისის წარმომადგენლები, ესე იგი მაღლები რუხები, რომლებიც ატარებდნენ ჩვენელიკის სეანსებს. მე კი დოლორესი კენონის წიგნის გადათარგმნას ვაპირებდი და მე გადავიფიქრე ეს რომ გავიგე. დოლორეს კენონს მე არ გადათარგმნი, იმიტომ რომ მას აწვდიდნენ ბევრ ტყუილს. მაგრამ დღესაც არის გრეისი, მაგრამ ეს სულ სხვა ისტორიაა და მე არ მინდა იქით გადავუხვიო, რადგან ეს ცუდია და ხალხს უნდა ეშინოდეთ და საკურველია ამ გრესების მათი მანიპულაციის. ეს იყო სხვა დროისთვის, რადგან ეს ძალიან ნეგატიური ადგილია. ასე რომ დედამიწაზე არაფერი არ მოხდება ამდაგვარი და ან რამე ფორმით. და მე ვწონი ყოველ სიტყვას, რასაც თქვენ გადმოგცემთ. დიახ, და ეს იმასაც ნიშნავს, რომ არ იქნება არანაირი უმსხვილესი მზის ამოფრქვევა. ან არ იქნება არანაირი ისეთი მზის მოვლენა, რომელიც განაახლებს ყოველი ადამიანის დნმ-ს. ელენა დანანი ეუბნება დენის. დენი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა იმდენი აფერისტები გამოჩნდა, რომლებიც საქმიანობენ კონტრასვეტკით, რომლებიც აგიტაციას უტარებენ ხალხს, რომ გაიარეთო აქტივაცია. თქვენ ამ აქტივაციას გაივლით მზის დასხივებით, მზის ამოფრქვევით, რაც არ უნდა მოხდეს იქ. და ადამიანები თხოვენ ფულს, რომ მაგალითად სეანსის ჩატარება გეუბნებიან, რომ ჩაგიტარებენ სეანსს და ამის ფული უნდა გადაიხადოთ, რომ შემდეგ მოხდეს მოახდინონ თქვენი აქტივაცია. ეს ხდება იმისთვის, რომ ხალხმა იფიქრონ, რომ ისინი არიან უძლურები
და არ შეუძლიათ თავისი საკუთარი თავის აქტივაცია. ხო, ხალხს ეუბნებიან, რომ თქვენ ვერ შეძლებთ ამას თქვენით. ჩვენ უნდა დაგეხმაროთ. ელენა დანანი ამბობს, რომ არავის შეუძლია თქვენი აქტივაცია. ეს იცრუე არისო, დეაქტივაცია ხდებაო თქვენი მეხსიერებით აღდგენით, თუ თქვენ სინამდვილეში ვინ ხართო. 2019 წლიდან ტურხანი ყოველთავის ვიდეოებში და წიგნებში ამბობს, რომ დამახსოვრება ნიშნავს აქტივაციას. ესე იგი, თქვენ თუ იმახსოვრეთ ინფორმაციას, თურმე ეს ნიშნავს აქტივაციას, მაშინ გამოდის, რომ მეც აქტივირდები, რადგან მე მეგონა, რომ ძალიან ცუდი მეხსიერება მქონდა. მაგალითად, მაგალითს მოგიყვანთ ჩემზე, ცოცხალ მაგალითს. სკოლაში ლიტერატურას, მხატვრო ლიტერატურას ერთი წაკითხვით ვიმახსოვრედი მე, მაგრამ დაზეპირება მიჭირდა. რომ მჭირდებოდა, რომ დამეზეპერა რამე ლექსი ან რამე. მაგრამ რაც მე მაინტერესებდა, ხო, მაგას უცებ ვიმახსოვრებდი. იგივე გუმანიტარულ ტექნიკურ საგნებს რაც გააჩნია. ბევრი რამის დამახსოვრება მიჭირდა, მაგრამ რასაც დავიმახსოვრებდი, ის მახსოვს. თუმე, როდესაც რამეს იმახსოვრებ, ეს ნიშნავს, რომ შენ აქტივირდები. ხო, მაგალითად, ზოგიერთს გონია, რომ მას აქვს ცუდი მეხსიერება, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, იმდენი ინფორმაციის მოსხვევა მოხდა ჩემ ცხოვრებაში, მოსვლა, შემოჭრა, რომ მე თქვენ ახლა მე რასაც გადმოგცემ, მე ეს დაზეპირებული კი არ მაქვს. მე რასაც ახლა თარგმნით, თქვენ დამატებით გეუბნებით, საცხა მოსმენილი წაკითხული, ეგ ყველაფერი მე ხომ ახსოვს. ესე იგი, ჩემმა მეხსიერებამ დაიწყო აქტივაცია. მე ვამბობ, რომ ნელ-ნელა ვიხვიტებ, მე ხა მთლიანად გამოხვითებული არა ვარ, რატომ და ბევრი რამეს ვერ ვიმახსოვრებ, მაგრამ რაც აუცილებელია იმას, ხომ მაინც გადმოგცემთ. ესე იგი, ცუდად არ ქონია საქმე ჩემ მეხსიერებას. ამიტომ თქვენ არ შეგეშინდეთ. კი, ხანდახან მაქვს ჩავარდნები დიაბეტის გამო, მაგრამ ესეც ალბათ რაღაც გარეთა ზემოქმედება ხდება, ალბათ. ჩემ თავზე, ჩვენ ხომ თან ვინც ვიყავით მონაწილეები საიდუმლო კოსმოსური პროგრამებში, ჩვენ ხომ ბევრი ვერ იხსენებთ. მე უბრალოდ რაღაც მომენტი იყო, ეგრეთ ვთქვათ, სიზმრის, რომ იქიდან გამომდინარე მე მივხვდი, რომ მეც ვიყავი მონაწილე თან. მე ბევრჯერ ხედავდი ეგრეთ წოდებულ სიზმარში კოსმოსურ ხომალდებს. კიდეც ცხოვრობდი ერთ-ერთ კოსმოსურ ხომალდს. დიახ. თქვენ უნდა იცოდეთ, თუ რისი აქტივირება არის საჭირო. თქვენ DNK-ს აქტივირებას ვერ გაუკეთებთო. DNM-ის აქტივირება შესაძლებელია ორი გზით. ამბობს ელენა დანანი. რას ნიშნავს გააქტიურებული DNM-ი? ეს DNM-ია, რომელიც გადაქმნილია პირველად შესწორებულ DNM-ში. და ახლა ეს DNM-ი მუშაობს თავისი სრული ძალით, ენერგიით უბრალოდ. DNM-ის აქტივირება შეუძლია თქვენ ცნობიერებას, როდესაც ის იმატებს ვიბრაციებში. ესე იგი, ამიტომ საჭიროა თქვენი ვიბრაციები აწიოთ. როდესაც თქვენი ვიბრაციები იწევა მაღლა, თქვენი ცნობიერებაც ფართოვდება, თქვენი ცნობიერება ეხმარება აქტივაციაში. ხმოვან სიხშირეებსაც შეუძლიათ DNM-ის შეცვლა. შეუძლია DNM-ზე ზემოქმედება, მაგრამ კარდინალურად შეცვლა DNM-ის არც ერთ ხმოვან სიხშირეს არ შეუძლია. იმისთვის, რომ კარდინალურად შეცვალოთ DNM-ი, საჭიროა გენეტიკური манипуляციები. DNM-ს განკურნავს და აქტივაციას გაუკეთებს თქვენი საკუთარი ცნობიერება. არავის შეუძლია თქვენი აქტივაცია თქვენი ცნობიერების გარდაო. და ასეთი ცივილიზაციები, როგორც კედრები, კიდევ თქვა, ვერ გავიგა, ანარქიები თუ რა, მათ შემდეგ შეუძლიათ, როდესაც თქვენი ცნობიერები თქვენ აქტივაციას გაუკეთებთ თქვენ DNM-ს, მათ უკვე შეუძლიათ შემდეგ ჰოლოგრამის დახმარებით გენეტიკური ცვლილებები აწარმოონ თქვენი DNM-ის. ოღონდ არა ფიზიკური ოპერაციებით, არა. ახლა არის ისეთი განვითარებული ტექნოლოგიები, რომ არც კი არ არის საჭირო ადამიანს შეეხო ფიზიკურად.
ისე დონეზე ტარდება ყველაფერი. დიახ, ასეთი ტექნოლოგიები არსებობს. ხო, ადამიანები ფიქრობენ, რომ მათ ჭირდება ცხოვრების დახმარება, ამიტომ ეზარებათ თავის თავს დრო დაუთმონ და არაფერს აკეთებენ თავის დასახმარებლად. აზრიც მაგაშია. თქვენი სამუშაო თქვენ თვითონ უნდა შეასრულოთ. თქვენ თვითონ დაიწყოთ უნდა თქვენი თავის დახმარება. და მაგას ვამბობ მე. მე უსმენ ახლა ცოტა თემას გადავუხო ერთი წუთით. მე უსმენ ხოლმე ეგერ გოგონებს პანდორა რევიზიონს, არიანა ბერეგინას, ლეტალიას. კი, იგენი ეხმარებიან ადამიანის რასფაკობკაში, რომ თავისი თავი გაიხსნა. მაგრამ არა გასამტყუნი ისინი ისეთ ენერგიას ხარჯავენ, ისეთ შრომას ხედავენ, ძალიან კარგ თანხებს იღებენ რუბლებში, მაგრამ მე ხანდახან ვფიქრობ, ნეტა მე ვთქონდეს ფული, რომ ეს გავაკეთებიო, მაგრამ შემდეგ ჩემს საკუთარ თავს ვეკითხები. ლალი, შენ რა გინდა სხვების დახმარება? უბრალოდ ამას მე ვეუბნები ჩემ თავს. შენ თვითონ დაიწყე. კი, რაღაცაში დახმარება გჭირდება ჩვენ, მაგრამ შენ დაიწყე შენი თავის დახმარება იმით, რომ ენერგეტიკული ვიბრაციები გაზარდო. აი, რაზრი აქვს, მე კარგი ვიშოვე ეს ფული გადავიხადე. მაგრამ ეს იგივე იმას უდრის, თქვენ ახლა დილას იღვიძებთ, იღებთ შხაპს, ან უბრალოდ პირთ სახეს იბანთ, ხო? ემზადებით დღისთვის, რომ სუფთად და გამოიყურებოდეთ ეფექტურად, რომ სუნი არ აგდიოდეთ, ოფის სუნი, რომ მოწესრიგებული იყოთ. ხო? ხო. გაიწმინდეთ. საღამო რომ მოვა, მთელი დღის განმავლობაში მტვერი, ოფლი, ნეგატიური ენერგიებს იკიდებთ სხვების და მოდის დღის ბოლო. რას აკეთებთ? ისევ შხაპს თუ არ იღებთ მაინც, პირი და ხელი აუცილებლად უნდა დაიბანოთ, სხვა რაღაცები მოიწესრიგოთ, ხო, და გასუფთავებული წვებით, ხო? ხო. ამას უდრის ახლა დაუშვათ თქვენ რაც არ უნდა თანხა გადაიხადოთ კითხავებში, იმაში, ამაში, აი ეს გოგოები მართლაც კარგად მუშაობენ, მე რომლებიც ჩამოთვალ, მაგრამ აგერ ავიღოთ მარია შუენი, მას აქვს ნათქვამი. მოდისო ჩემთან ადამიანი. სეანსებზე ხო, მას აქვს რაღაც მარაფონები, რაღაც სეანსები, სადაც ის წმინდავს ადამიანებს. ადამიანები იხდიან ფულს, ვისაც აქვს საშუალება, აწმინდებენ თავს, თავის ველს, თავის სულიერ სხეულებს, მაგრამ შემდგომ ეს ადამიანები უსმენენო ვიღაცებს, შემდეგ მაგათან მივლიანო და ისევ იკიდებენო რაღაცას. და ასეთი ადამიანი რამდენჯერ დაბრუნებულაო ჩემთან. აი, ამიტომ გავაკეთე მე ხა ეს შედარებები. შენ დაუშვათ მიდიხარ ექიმთან, ხო? მან დაგინიშნა რაღაც კურნალობა. შენ თუ სახლში არ ჩაატარე პროცედურები, რომელიც შენ დაგეხმარება და წამალი არ დალიე, დაუშვათ დალიე, დაიწყე დალევა მიატოვე. შენ ხომ წარამარა ექიმთან არ დარბიხარ, ხო? შენ ხომ წარამარა ვერ ირბენ ვინმესთან დასახმარებლად. ხო, ესე იგი შენ აი მაგალითად, მე ვერ გავიკეთებ ფიზიოთერაპია. ტკივა ეს მთლიანად ამიხანია ნაყიდი მაქვს, მაგალით მოგიყვანთ კიდეც პლასტირები, პერცოვი პლასტირები რომ არის, პიმბილის. ხო და რადა ხელებს ვერ ვწტები ზურგს, მithumedes მარცხენა ხელით და დავჭერი ეს პლასტირი რამდენიმე ნაწილად და როგორც შემეძლო ისე მივაწეპე იმ ტკინულ ადგილებზე, როგორც შევძელი. წამოგიდგენიათ, სად ვიყავი აქამდე, იმ საღამოს, საერთოდ მე მაღალი წნევა, წიმა ისე ამიტეს არ ვგზნობ. და იმ საღამოს დამივარდა წნევა 130-80, ეს ჩემთვის დაბალია, რადგან 180, 170, 200-მდე სამდის წნევა, ვატარებ მაღალ წნევას. და ფენით
მე ხომ მე დღეს ცოცხალი არ იქნებოდი, ჩემ თავს მე რა ვკურნალობდი. დიახ. მე პროფესიით ერთანი ვარ და გაგარინის გული მქონდა ადრე, ახლა არ მაქვს და რატომ მეუბნებოდნენ ამას? საერთოდ წელის პრობლემები რომ მქონდა, ჩემ თავს მეკურნალობდი, მე ექიმთან არ დავდიოდი. ახლა კიდე იმიტომ მივდივარ, რომ მე უფასო წამლები მომცენ და 100 ფორმა რომ მომცენ ბოლოს, რომ იცნობდნენ, რომ იციან მე რითო დავადებული თორე რომ არ ვანახო თავი ექიმს არაფერს არ გაგიკეთებს, ხო? თორე საერთოდ არ წავა. ჩემ თავს მე მკურნალობ და ხო გითუნებით ვაყენებთ ხილს, ხილის ფოთლს ვაგროვებდი უბრალოდ ახლა მაქვს მარაგი მაისი ივნისში ვახუნდი და მთელი წელი ამას ვამბი. იმის გარდა ჩემით ვიკეთებდი ნემსებს, ვიტამინის ნემსებს, ალოეს, ფიფს, მინისებური ცხოველს განაკეთები ადრე. ახლა და ერთი პერიოდი ვიკეთებდი ვოლტარენი და დიკლოფენაკი ერთია, მაგის ნემსებს თავიდან იყო სამხაზიანები, იმას ვიკეთებდი. მე ის გაქრა, რადგან ჯვირი ყარ შემოქონდათ. და ახლა მე ვიკეთებდი ერთხაზიან დიკლოფენაკს. და საერთოდ ვისაც მაგას ამ ნემსებს აქვს უარყოფით ჩვენება, რომ ნეკროზს ქმნიან ნალევსარზე. და მე თან დიაბეტით ვიყავი უკვე შედენილი დიაბეტით დაბადებული და რამექნა არ გამეკეთებია. ვაიმუს გავიძახოდი თან ამ ნემსის ქვეშ რომ ვაკეთებდი საქმეებს. ვირის მუშა ვიყავი და რამექნა საქმედ არავინ დამტოვებდა. და ვიკეთებდი მამასთან რომ ვიყავი. ხო და ვიკეთებდი საერთოდ ბევრი წელი ვიკეთებდი და დამიჩიქრდა ნალევსარი. მიჩქრდებოდა ყოველთვის. ნუ ერთი 3 იყო აბსისქე. რომ დახაკუნებდი ცემეტი გეგონებოდა ის ადგილი უზნობი იყო და რა გავაკეთე ახლა? ვიცი რომ ჩირქიაში ის ქვეშ გაგობი. ჩემით ამოვჭერი ის ადგილი. არა, კიდევ გეუბნებით იქ ტკინეული ადგილი არ იყო. ჩემით ამოვჭერი და 2 თვეზე მეტი მიხოცდებოდა. დიახ, ვამუშავებდი რასაკვირველია პერეკისით. ხაშს ვაუდვათი. დიახ, და კიდევ პატარა ასეთი იქნი, მე ვიტარებდი პროცედურებს. რატომ? ექიმთან რო წასულიყავი, ერთი 150 ლარი დამიჯდებოდა. ყოველ ამოჭრა, ხო? ჯერეთი ვინცა გიყვანდა, გზავრობა იყო, რაცხა იყო, დრო უნდოდა. ხო და ამას ვამბობ. ახლა მე ვერაფრით ვერ ამოვიწვი ჩემით. ვერაფრით. და აქედან გამომდინარე, ჩემ თავს მე თვითონ ვეხმარებოდი. მედიტაციის დახმარებით, როდესაც თქვენ უსმენთ იმ სიხშირეებს, რომელიც უმატეს ენერგეტიკულ ვიბრაციას, თქვენ დნმ-ს აუმჯობესებთ. ახადგენ თქვენ ვიბრაციებს. მაღალი ენერგეტიკული ვიბრაციების მოსმენით მედიტაციის დროს. მე გეტყვით ვამბობ, ელენა და ნანი, თქვენი ცნობიერება ეს თქვენი სხეული არ არისო. თქვენი სხეული უბრალოდ გარსია. თქვენი ცნობიერების დონის ვიბრაციის მეშვეობით თქვენი სხეულის ვიბრაციას იმ დონეზე, როდესაც ხდება აქტივაცია, აღსადგენი აქტივაცია ორგანიზმის, თქვენი სკაფანდრის. ხო და მე არ ვიხლები იმის თქმით, რომ ყოველთვის უნდა იყოთ პოზიტიურად განწყობილი. თქვენ თავს თქვენ თვითონ შველით ამით. მაგრად შველით. თქვენ არ გჭირდებათ არავისთან მისვლა, თქვენ ერთერთი ექიმი ვერ გიშველით, თქვენი თავის გარდა. ხომ გეუბნებით, ის სწავლები, რომელსაც ნევროპათოლოგები და ფსიქოთერაპევტი წერენ, როდესაც ადამიანს დეპრესია აქვს, როდესაც ადამიანს ვეგეტატიური დარღვევები აქვს, ეს ხდება იმიტომ, რომ თქვენ გიწევთ ნერვიულობა, ნეგატიურ ატმოსფეროში ცხოვრება. თქვენ ან უნდა თქვენ თვითონ შეიცვალოთ და ემოციები გააკონტროლოთ, ან უნდა მოიცილოთ თავიდან ის გამახასიათებელი ფაქტორები, თუ არის შესაძლებლობა. პირდაპირ გეტყვით, თუ ვარგისი ქმარი ყავთ და გცემთ, ხო? წადით, დატოვეთ და წადით. მიატოვეთ ესეთი ქმარი, თუ შვილები არ ყავთ. გეშინიათ, არ გაქვთ დასასვლელი? მოიძებნება დასასვლელი. მე გამანადგურა ზუსტად იმ სიტუაციამ, რომ მე არც დასასვლელი არ მქონდა. ფინანსურად დამოკიდებული ვიყავი სხვისგან. ახლა რასაკვირველია, მე არავისგან
ადრენიმისგან არა ვარ დამოკიდებული, ნუ მე რას გეუბნებით, მე ვერ შემავიწროებს ვრავინ, თუმცა მაინც, თუმცა თქვენ კი გეუბნებით, მაგრამ სრული განთავისუფლება ასეთი სიტუაციებიდან რასაკვირველი არ ხდება, ვერ ხდება, ისეთი დროა ახლა. მაგრამ მაშინ უნდა ისწავლოთ ემოციების გაკონტროლება და თქვენი ემოციური ჯანმრთელობის დაცვა. ამიტომ უსმინეთ უფრო კლასიკურ მუსიკას, მოცარტ, ბახ, ბეთჰოვენს, ეცადეთ წაიკითხოთ, რამე გააკეთოთ, რომ ყურადღება, ნეგატიური ყურადღება გაფანტოთ. ძალიან რთული არა საკვირველი არჩევის მიცემა, მაგრამ მაინც ცადეთ. ეს თქვენი ჯანმრთელობა, თქვენი ფიზიკური ჯანმრთელობა დამოკიდებულია თქვენ სულიერ ჯანმრთელობიდან გამომდინარე. დაეხმარეთ თქვენ თავს თქვენ თვითონ. რათა უნდა წამლები ხარჯოთ, ფული ხარჯოთ ამ წამლების ყიდვაში, მერწმუნეთ, წამლები არ დაგეხმარებათ. და თუ რამე დარღვევებია, მონელებასთან დაკავშირებით, ესეც არის სულიერი ჯანმრთელობის დაქვეთების გამო. თქვენი აურა უნდა გააძლიეროთ. მოდი ჩვენ ამ ნოტაზე დავამთავროთ. რაც საინტერესო იყო, მე გადაგითარგმნეთ. აქ ამას რომ მოусმინო, არ მეყოფა ადგილი ალბათ ტელეფონში, მაგრამ მე რაც აუცილებელი იყო, რაცაც ის გადაგითარგმნეთ და ჩემი აზრის დავამატეთ. შემოკარგებო, იცოდეთ, რომ არავის დაჩააგვრინოთ თავი. იმის გამო, რომ ბედსად ვერ მიდიხართ, ან ფინანსურად დამოკიდებული ხართ ვინმეზე. თქვენც უნდა შეუტიოთ, საჭიროა ხოლმე შეუტიო. და ნუ მიცეთ უფლებას თქვენ მეუღლეებს ხელი აწვიოთ თქვენზე. და მეუღლეებო, ეცით პატივი თქვენ ცოლებს. ჩვენ ყველანი ვართ წავსრულები ამ ქვეყნიდან. ჩვენ ყველანი ერთვინიერ დღეს დავტოვებთ ავატარებს. და შემდგომ უკვე, შემდეგი განსახიერება როგორ იქნება, ეგ თქვენ დღევანდელ განსახიერებაზეა დამოკიდებული. თუ გიდათ რომ შემდეგი განსახიერებისას თქვენ მოხდეთ კარგ პირობებში, ეცადეთ რომ ამ განსახიერებაში ბოროტი არ იყოთ. და ისეთი შეცდომები არ დაუშვათ. კი, მართალია ესეც თქვენი გამოცდილება, ეს თქვენი ნება. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ შემდგომ თქვენ პასუხს აგებთ თქვენი საქციელის გამო. და გახსოვდეთ შემოკარგებო, რომ არსებობს კარმის ბუმერანგი, რომელიც იმ წუთას მოგივარდებათ უკვე ამ ცხოვრებაში. დიახ, უცებვე. შემოკარგებო, გთხოვთ. ვისწავლოთ ერთმანეთის პატივიცემა. მომავალ შეხვედრამდე.